ნადირობა. თევზაობა. დაუვიწყარი თავგადასავლები. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და თვალი ადევნეთ ჩვენ სიახლეებს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ეს დაგეგმილია იხსე ნადირობა მეგობრებთან ერთად. უკვე მივდივართ გასაბერი კატერით და ახალი ძრავით და ბევრი სიახლე გვაქვს და მაგ ყველაფერს გაჩვენებთ. წინა ნადირობა გამოტოვა პატივცემულო, მაგრამ შემდეგი ნადირობა ეს ვარ შემართებით. დღეს რა შემართებით მაგ წამოღებული ორი არაღი ერთად ორივე ხელით უნდა ვისროლო. და როგორი მოწადინებულია ვაჟაძე. ზუსტი როგორ ახარ? კარგად შემოგეში, როგორ ახარ? არა, შეხუნა დილამშვიდობისა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ასევე ბიჭებო, იქნება. ენერგიულად შემართებით იტა როგორც ყოველთვის. გაიხარე. ბიჭებო, ამდელას აღვნიშნე მაღალი ტენიანობა გვაქვს ძალიან. და იმედია ნისლი იქნება, ნისლის იმედი გვაქვს დღეს. თქვენც უყურებთ ხო მაგას? 90% უწერია. და რაც ჩვენთვის ყველაზე თავი კონკრეტულად რა. საჭიროა რა ეს რაღაც. ჭირდება. ამინდი საჭიროა. კი ბატონო. რო გაგვიმართლოს, მაინც ფრენა იყოს რა. კი ბატონო. დღეს წყალში შევართ ბუქსირებით. ბუქსირზე უნდა აგიყვანოთ ბიჭებო და შევიდეთ ერთად. საბუთები გვაქვს 4-ს, დროს არ დავკარგავთ, მივალთ პირდაპირ ჩავაბარებთ და წავალთ. კაი, დავეშვით უკვე ნენელა, იმიტომ რომ წინანდელივით არ დაგვაგვიანდეს. ახლა შეგვიმოწებენ საბუთებს. ველოდებით. შევავთ და დავიწყებთ მზადებას. ბევრი ბარგი გვაქვს და ცოტა უნდა ვიჩქაროთ, თორე დაგვათენდება. საბუთები გვაქვს? კი, კარგად არის. ვიწყებთ ნადირობას. წავედით. აკეთ, ვერავთ. ნაოს რომელიც ფიქრზე უნდა ავიყვანოთ. აკეთ, ვერავთ. დიდ ვარიანტს, რომელზეც დავიგოთლება მოთხოვებული. შევიდეთ დღესთან. არა, პირდაპირ არ როგორც კარგად. დავიწყეთ ფიტულების ჩალაგება. კარგ დროს ვართ მოსულები და თოვს თუ არ ვსდები თუ ნისლია. მათ საინტერესო ამინდია. ეს შევდოთ აქ. ესე. ჰა. იგი დუსმინე ხმარგეს. კი. კაი, ეხლა როგორი რა ვქნათ? საერთოდ. ასე წათი. და ეს მე გზადაგზა ჩავალაგებ. просто მარშრუტი გქონდეს მაგ. ხო. აი ეს ფიტულებს შემოუარე და შიგნით გავიაროთ. დაყარე იხუტები. ეს იყოს აქ. ასე დარტავა ეს. ჰა? ასე დარტავა. ასე არა. არა, არ მოусვა. ერთ ადგილას ვიდექით. იგი შეიძლება ადეოჯახო და აი. არა, ვიყოთ მოშორებით. შემოვედით ახლა. ფაქტობრივად საფარი აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ ირგვლივ, აბსოლუტურად ირგვლივ არის ბალახი.
ძალიან კაი ადგილა შემოვედით. იმიტომ რომ კრუგში არის კამიშევი. კი, წინაც, უკანაც. ჩემო ირაკლი ეხლა საათია, სადაც 9 საათში უკვე შემოთენდება. რასთავარია ფიტულები მოვასწარით. და ფიტულები მოვასწარით და ძალიან კაი ხასიათზე ვარ და იმედზე. ჩემი ვალტერი თვა წამოსული. აბა წარმატებები. ჩვენი ბიჭებიც აქვე არიან, ერთი ყურე გვაშორებს ერთმანეთს, ფიტულები აქვს წინ ჩალაგებული როგორც ჩვენ და მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს მთლიანად გადავკეტეთ მოკლედ ეს ტერიტორია. აბა დაველოდოთ გათენებას. კი, კაი ადგილია, ნისლი გვაქვს, ტენიანობა მაღალი გვაქვს, უბრალოდ ქარი არ გვაქვს. მაგრამ ჩემი აზრით ქარში, მაღარ ქარში აქ არ შეიძლება შემოსვლა. პატარა კიდევაც თოვს ასე მგონია. ხო. არის ესეთი ამინდი, არეული ამინდი არის, მაგრამ ქარი არ არის. მაგრამ ქარში აქ შემოსვლა ძალიან სახიფათოა, ჩემი აზრით. ამიტომ სადღაც 3 მეტრი აქვს სიმაღლე ჩემი აზრით. კი, რაც ის ელექტროფიტულის სამაგრი რაც გავაკეთეთ 3 მეტრიანი იყო და წყალმა დაფარა და მეორე დავამატეთ. ხო ბატონო, კაი, დაველოდოთ გათენებას. წარმატებები ყველას და ჩვენც. კაი ხართ. იქეთ არიან მეთევზეები. აგი მოდიან. წვრილია. კაი, არ გაიძრე. მოდიან. ყურადღებით, ამას არ ესროლი. დავაი. აი ჩამოვარდა, აი. ერთი წალი. რა გუნდი მოვიდა? ის დაჭრილია. წავედით. სადა? უნდა წავიდეთ. იმას უნდა დავადგეთ, დავკარგავთ იმიხს. თობიჩი ჩაიდე. ეგე წყალში, ეგე? ამოყოფს თუ არა, თავს უნდა ესროლო. მირი თან გიგებ. აი ეს ნისკარტი აქ მეგონი ეგერა მოყოფილი ეგერე? აგე? ჩამოვარ.
ირაკლი იხვის ველოდება და შევიდა ინტერნეტში. იგა იხს აელოდები. იხს ველოდები და გაგას აი ამის გამო გავუმაზეთ წეღან 2 წუთი წინ იხვი. შენი ახალი რატორი როგორ მოგწევს? ეს რავი არის IKD არის ეგეთი ბრენდი, რომელიც ფაქტობრივად გვაჩუქეს. დიბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ვის? ეს არის კომპანია კოლხი და პირადად ვასო ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში დაგვიდგა რა. მქონდა რაღაც მომენტები მოგვიწია ძრავების გასხვისება და ადამიანი დაინტერესდა და გვერდში დაგვიდგა. ისე ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი ცალკე ვიდეო მე მგონი ეკუთვნის ამ ძრავს დღეს რაც გავაკეთეთ ისეთი ნასიამოვნები ვართ რომ ერთ სრულ ვიდეოს მიუძღვნით აუცილებლად როგორ მუშაობს, რა უნდა გაითვალისწინოთ, როგორ უნდა მართოთ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დიდი რეკომენდაციები. დანარჩენი კიდე საკონტაქტო ტესტილები არის უკვე დღეს. ეგრეთ წოდებული აპკატკა გავატარეთ. დღეს იმენა ჩაატარა ხო მისი საქმე? კი, ნეიტრალურ მდგომარეობაში გავატარეთ აპკატკა და ახლობთ 9 საათი 40 წუთი ვამუშავეთ ჩვენ სერვისში და დანარჩენი კიდე წყალში გავატარეთ. წეღან მე და ირაკლი ველოდებოდით იხვებს. ირაკლი მე ვიყურები ზემოთ და იხვებს ვეძებთ ცაში, შემოვხედე რომ ირაკლი ჩამძვალია Facebook-ში. ხოდა? ესე ვარ იხვების მოლოდინში. რამოდენიმე ცალი ავიღე? 4 ცალი აქეთ არის, დაახლოებით 4 ცალი იქეთ არის. და რა ვიცი, კაი დღეა რა. ჯერჯერობით დღე არ დასრულებულა. ჯერ არის ადრე. ჯერ ადრე არის. ამაში ჯერ იხვებს ძინავთ, ეხა წამოვლენ. აი ხა შეხვიდი ინტერნეტში უყურეთ საში. დავაფიქსირე. ვაუ რა მაგარია. ჩაკვიდა. კაცია, ბიჭო რა გააკეთა. ეხლა. ბიჭო ჩაკვიდა მოიცა. დავი ამოყობს თავს, ჩაწავა. ხაწავიდა. მაგას დიდხანს მიფ არ შეუულია. ჩაწავიდა. ისინი გამოშტებენ მონადირედ. ბიჭო. იკა. დიდხანს არ მაგ არ ჩაყუდა. ეგ არ დავკარგო. პროპელერით. ეგ არ დავკარგო. ამოვა და ან იცას გაიყო. აუ შიო დავკარგეთ. აი დავკარგოთ, მაგი ეგ უნდა მესროლა რა. დიდხანს მაგი ვერ კითხავს. აგი, წი. უცე. აუ სისხლი გავადინე თავი. თაში მოკიდე ხელი და წყალში გააიმასკენ. აუ სისხლი. ხელი ცხიმიანობა გაიგე და მაგიტო ვერ ყვითავს დიდხანს. იცი რა შეიძლება სამაგიერო? აი და თავში ხი ეგრევე. იცი რა შეიძლება? შატი და ფალაქსი კიდება. ხო, ნოჩერდება. იცი რა დედა აფეთქებული რა? გამოგიბჯოს ისა. ეს რაღაცა დააბრახულეს. მიეხმარე ბიჭო კაცოდო. აი ძირატა ლახში. მივით. არა, ბოდერა კოჭამნი არის აქ. ბოთში ძის თუ იმას? არ ვიცი ფსკერიდან შედის, არ ვიცი ზევიდან შედის. ვერ და ზევიდან. იკა. ეს დღევანდელი დღის დასასრული და შედეგი. მე მგონი ცუდი დღე არ გამოგვივიდა რა თვითონ. არ ნახული. ის ნაკლებობიდან გამომდინარე, სხვა გზა არ ქონდა და მოვინადირეთ მელოტები. საბოლოო ჯამში კაი დღე იყო რა. ვისი ამონეთ დღევანდელი. მაგარი დღე იყო. მე როგორც ყოველთვის ესე მომთარებ. ბაჟადია ბედნიერია. როცა გავდივარ გინდა არ მოვინადირო.
მე ჩემო მაინც ვარ აი სიამოვნებს მაინც იმიტომ რომ გამოხოში ნახე როგორ ბუნებაში ვარ და თელი ამბავი ძალიან კაი, ძალიან კაი. აი იგადი დიდი მადლობა ამ ბიჭებს ერთად ვიყავით სიამოვნეთ და რა ვიცი აბა ყველაფერი კარგად დილის 5 საათიდან ერთად ვიყავით ხო რა ვიცი იხვების შანსი გქონდა არ დაგიმალავთ ნახავდით კიდევაც კადრებს მაგრამ არ გაგვიმართლა არ გაგვიმართლა ხან მოხდება ხან არ მოხდება ხან თოფის ბრალია ხან მადნის ბრალია მაგრამ მონადის ბრალი არასდროს არა ხო იცი არავის არ უნდა მაგითქვა ყველა გაფრენილიც არ არის მოსაკლავი ასე რომ კი ბატონო ყველა გაფრენილი არც უნდა მოკლა და არც უნდა მოკვდეს ბუნება ესეთია რა ჩვენც უნდა გავუფრთხილოთ აუცილებლად აი ეს არის ასფოქსა დღეს ბუნებამ ვისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს ლამაზ და მშვენიერ ბუნებას რომელსაც მორთხილა ჭირდება და ძალიან ბევრი ნაგავიყრია ირგვლივ და ძალიან სამწუხაროა დღეს ჩვენმა ახალმა 20 ხენი ძალიანმა ძრავმა ჩაატარა ძალიან კარგი ნადირობა კარგი გასვლა გამოგვივიდა რაც თავარია მშვიდობიანი ძალიან მაყოფილი ვარ სიმძლავრე საკმარისი აქვს რა ვიცი იმედია ესე პირნათლად და ხარისხიანად მოგვემსახურება ეჭვი არ მეპარება მაგაში რადგან თვითონ ტექნოლოგიურად ისე არის დახვეწილი და ხარისხიანი დეტალებით არის აგებული რომ დიდხანს იმუშავებს რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა კომპანია კოლხის როგორც დაგვიდგა და მოგცა საშუალება რომ უფრო ძლიერი და მძლავრი ძრავი ვქონოდა დაგემშვიდობებით გამოიწერეთ არხი მომავალ შეხვედრამდე მომავალი ნადირობა კიდე არავინ არ იცის სად იქნება ამიტომ დარჩით ხაზზე